ირანის არმიის მთავარსარდალმა ახლახან გამოაცხადა ფულადი ჯილდო ამერიკელი სამხედროების მოკვლის ან დაჭერისთვის და ორმაგი თანხა დააწესა იმ შემთხვევაში, თუ ამას ქალი გააკეთებს. მოგესალმებით Access of Truth-ში. მე ემილი შრედერი ვარ. კვირას გენერალ-მაიორმა ამირ ჰასამიმ ისლამური რესპუბლიკის არმიის მთავარსარდალმა გამოაცხადა, რომ ნებისმიერი ირანელი, რომელიც დააკავებს ან მოკლავს ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს, მიიღებს $30,000. და თუ ამას ქალი გააკეთებს, ჯილდო ორმაგდება და ხდება $60,000. ეს განსაკუთრებით აბსურდულია, როცა დავითვალისწინებთ, რომ ირანელებს პურის ან ხორცის ყიდვაც კი არ შეუძლიათ. თუმცა ეს საზოგადოებას ისე მიეწოდება, თითქოს ეს პატრიოტული კრაუდფანდინგის კამპანიაა, რომ ამერიკელს ტყვია ესროლონ. პირდაპირ მნიშვნელობით, მითხარი კიდევ ერთხელ, როგორ არ ეხება ეს ამერიკას. ეს ის ადამიანია, რომელიც ირანის მთელ არმიას ხელმძღვანელობს და საჯაროდ ატენებს ფასს ამერიკელი მოქალაქეების სიცოცხლეზე. და არ დაგავიწყდეს, რამდენად ხშირად ემუქრება რეჟიმი აშშ-ის პრეზიდენტის მკვლელობით. ამასობაში პრეზიდენტი ტრამპი კვლავ აღიზიანებს მათ თავისი კომენტარებით, რომ აშშ-ში ეკუთვნის ჰორმუზის სრუტე, რამაც გამოიწვია ასეთი გამოხდომა თავად ატამის მხრიდან. შეხედეთ. ამერიკელი დამნაშავე ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტე უნდა იყოს მისი ქვეყნის ნაწილი. დამნაშავედ ვაცხადებ. პირველ რიგში შენ საერთოდ რას ბედავ? ალ-ვას ტაბაჯი ფაამიდა. რა დიდი შეცდომა დაუშვეს, რომ თქვეს ხუმრობთ. ხუმრობაც კი მეტისმეტია. შემდეგ მან ეს გააგრძელა საუბრით იმაზე, რომ ისლამურ რესპუბლიკას ყავს მცველები, რომლებიც მას თვივებს მოუტეხავენ. მაგრამ ეს ყველაფერი უაზრო საუბარი მხოლოდ ჰათამისგან არ მოდის. მაგალითად, პარლამენტის წევრი მოჯთაბა ზარაღი, რომელმაც ფარსულად და არაბულადაც გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მოუწოდებს იორდანიელებს დაიკავონ ამერიკული საჰაერო ბაზა და ირანული რაკეტების დარტყმისთანავე ამერიკელი ჯარისკაცები ტყვე დაიყვანონ. კიდევ ერთმა პარლამენტარმა ამირ ჰოსეინ საბერიმ განაცხადა, რომ იმ არაბული ქვეყნების ლიდერები, რომლებიც ამერიკულ ბაზებს მასპინძლობენ, თავადაც უნდა გახდნენ შურისძიების სამიზნეები ისრაელისა და ამერიკის ოფიციალურ პირებთან ერთად. მან საკუთარი მთავრობის ოფიციალური პირებიც კი იდიოტებად მოიხსენია, იმის გამო, რომ მათ ბოდიში მოუხადეს ამ არაბულ ქვეყნებს, მას შემდეგ რაც რეჟიმმა რამდენჯერმე დაარტყა ამერიკულ ბაზებსა და სხვა ობიექტებს მათ ტერიტორიაზე. მაგრამ რა უყოთ იმ კაცს, რომელიც თითქოს ამ მთელ მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს, ღალი ბაბს. ნამდვილად არ მოუწოდებს ძალადობისკენ. ბოლოს და ბოლოს ის ხომ მოლაპარაკია, არა? სრულიად ასე არ არის. ამ კვირაში სახელმწიფო ტელევიზიაში გამოვიდა და თქვა, რომ რეჟიმმა ნამდვილი გამარჯვება მოიპოვა. შეხედეთ. მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ უსამართლო ომში ვართ, რომლის სათავეშიც ამერიკა და სიონისტური რეჟიმი არიან. მაგრამ ჩვენი ხალხი მამაცურად, კაცურად, გულწრფელად ომის ოსტატურად იბრძვის. მე როგორც მსახური, როგორც ძმა, რომელიც საქმის დეტალებს კარგად იცნობს, მთელი გულით ვამბობ. ამ ომში, როგორც ინსტიტუციურ, ასევე პოლიტიკურ დონეზე, ჩვენ ნამდვილი გამარჯვება მოვიპოვეთ. მე იმ ომის პირველ ინტერვიუში რამზან ომის შუაგუნში აღვნიშნე, რომ ამ ომით არ ვგულისხმობდი თითქოს ამერიკის არმიას ვანადგურებდით, არც სიონისტური რეჟიმის არმიას. ჩემი აზრი ის არის, რომ ამერიკა და ისრაელი კონკრეტული და ნათელი მიზნებით 9 კონკრეტული, ოფიციალურად გამოცხადებული, წერილობით დაფიქსირებული და არაერთხელ გამეორებული მიზანი ჰქონდათ. ჩემი აზრი, თქვენს რომ უმიზეზოდ დაგვისხნენ თავს, მაგრამ არც ერთ ფრონტზე ცდომა არ ჰქონდათ. ეს ამერიკის უდიდესი სრული მარცხია, მათი მიზანი კი სიონისტური რეჟიმია. არ გავს ადამიანს, რომელსაც გარიგების დადება უნდა. უბრალოდ ვამბობ, იქნებ ვინმემ შეატყობინოს ეს აშშ-ის პრეზიდენტს. გაგახსენეთ, რომ ეს იგივე ადამიანია, რომელმაც გასულ კვირას X-ზე ტრამპს დასცინა. მის დიპლომატიას თეატრი უწოდა და დაადანაშაულა ბულინგში, გატეხილ დაპირებებსა და ყალბამბებში. და როცა თამმა დაგეგმილი თავდასხმა გააუქმა და ჰორმუზზე გარიგებაზე დაიწყო საუბარი, ხალიოვმა განაცხადა, რომ ტრამპმა სწორედ იმიტომ გადაიფიქრა, რომ მან პრეზიდენტის გონებაში შეაღწია. შეხედეთ. ისინი ჰორმუზის სრუტესაც ხსნიან. გააკეთებენ. და როცა ირანს ვნახე შევაჩერე, ვუთხარი, რომ ჩვენ შეთანხმებას.
როცა ეს დავინახე, შევაჩერე, ვუთხარი, რომ ამაზე შეთანხმება არ გვაქვს. შუამავლებს ვუთხარი, თუ ეს თვიტი ახლავე არ წაიშლება, დავართხამთ. არ გვაქვს. შუამავლებს ვუთხარი, თუ ეს თვიტი ახლავე არ წაიშლება, დავართხამთ. თქვამთ. ზუსტად ისე, როგორც მე ვთქვი, გთხოვთ, აქ მოდით და დაწერილი ყურადღებით ნახეთ. 58 წუთის შემდეგ ტარანე ბაღში ურთიერთგაგების მემორანდუმი. ისლამი არ არის. ეს საუბარი, ეს ომი. აი რას ნიშნავს მოლაპარაკებები? ბრძოლას. აი რა აღიარა მან ასევე უნებლიეთ თავის ბოლო კომენტარებში, რომ ირანის ხალხს სინამდვილეში არ უგრძნია რომ მოიგეს, რაც ლოგიკურია. მისი სიტყვებით რეჟიმმა საკუთარ მოქალაქეებს ეს გამარჯვება სათანადოდ ვერ აუხსნა. უბრალოდ ინფორმაციისთვის, თუ გამარჯვება უნდა აუხსნა იმ ხალხს, ვინც ეს გამარჯვება თავად გამოიარა, ეს გამარჯვება არ ყოფილა. ირანის ხალხი ამ რეჟიმს არ უჭერს მხარს და ღალიბაფი და მთელი რეჟიმი მათ არ წარმოადგენს. მაგრამ სანამ ღალიბაფი სახელმწიფო ტელევიზიაში ტრაბახობდა, აი ვისაც კიდევ უთმობს რეჟიმი დროს. მათ კვირადილით ადრეს სიკვდილით დასაჯეს ახალგაზრდა მამაკაცის სახელად შახრამი, რომელსაც ბრალად სდებდნენ უსაფრთხოების დანაშაულებს და განზრახ პოლიციელებში შეჯახებას 8 იანვარს ქარატში გამართული პროტესტების დროს. ამ დროს, როცა არმია ამერიკელებს ჯილდოეთ ნიშნავს და პარლამენტის სპიკერი მომლაპარაკებელი ტელევიზიაში ეგრეთ წოდებულ გამარჯვებას ზეიმობს, სასამართლო სისტემა კი კვლავაც ჩამოხრჩობით ჯის ირანელებს 7 თვის წინანდელი პროტესტების გამო. გამარჯვება? ამასობაში ეკონომიკა, რომელშიც თითქოს და გამარჯვებულები არიან, მათ თვალწინ ინგრევა. ირანის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამაც კი აღიარა, რომ ქვეყანაში მედიკამენტების 2/3 ფასი ორჯერ გაეზარდა მარტის შემდეგ და იმპორტირებული მედიკამენტების შემოტანის საფასური ზღვით $3,000-დან ავიაგადაზიდვით $30,000-მდე გაიზარდა. ეს იგივე $30,000-ია, რომელსაც ჰათამი ამერიკელის მოკლისთვის თავაზობს. ამ თანხით ავადმყოფი ირანელებისთვის მედიკამენტების შემოტანა შეიძლებოდა. მაგრამ არა, ამ რეჟიმისთვის პრიორიტეტი ყოველთვის ტერორისა და ძალადობის ექსპორტია. ირანში ეკონომიკური მდგომარეობა კატასტროფულია. დიდარ ქვეყანაში ხალხს პურის ყიდვაც კი არ შეუძლია. იგივე მდგომარეობაა საწვავთან დაკავშირებითაც. ირანს ახლა იმდენად ცოტა საწვავი აქვს, რომ პრემიუმ ბენზინს შემოაქვს და საკუთარ ენერგეტიკულ ბირჟაზე ყიდის იმაზე ძვირად, ვიდრე გასული წლის ნოემბერში ღირდა. მაშინ, როცა ეს ქვეყანა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნავთობის მარადებზე ზის. კიდევ ერთხელ, ეს გამარჯვებაა? რეჟიმი, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი ხალხისთვის ბენზინის, წამლის ან თუნდაც საკვების მიწოდება, რატომღაც პოულობს დროს და ფულს, რომ ამერიკელ ჯარისკაცებზე ჯილდო დააწესოს, ხავს პარლამენტის წევრები, რომლებიც მზად არიან ამერიკელების დატყვევებისკენ მოუწოდონ. და როგორც პარლამენტის სპიკერი, მზად არის სახელმწიფო ტელევიზიაში გამოვიდეს და იმ ქვეყნის წინააღმდეგ გამარჯვება გამოაცხადოს, რომელსაც ემუქრებიან. მაშინაც კი, როცა ირანელები იტანჯებიან და ამაში არაფერი იცვლება თავისთავად. ბლოკადა უნდა დარჩეს ძალაში, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს და რეჟიმი უნდა აგებდეს პასუხს გარიგებების ან ფინანსური შეღავათების გარეშე, რომლებიც მის არსებობას განაგრძობს. ეხლა შემაშფოთებელი ფენომენი, რომელიც მხოლოდ იზრდება და მინდა დავიწყო იმით, რომ ეს აღარ არის მხოლოდ ებრაელების პრობლემა. ეს არის წინასწარი სურათი იმისა, რაც ხდება ნებისმიერ თავისუფალ საზოგადოებაში, რომელიც ასეთ ქცევას თვალს ხუჭავს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ ვუყურეთ ფიზიკური თავდასხმების ტალღას ისრაელელებსა და ებრაელებზე, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა. პირველ რიგში აი რა მოხდა ტაილანდში, როდესაც ბარში ისრაელები იმყოფებოდნენ. ფრანგი ტურისტების ჯგუფმა, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკული წარმოშობის იყვნენ, მოისმინეს როგორ ლაპარაკობდნენ ებრაულად და მაშინვე დაესხნენ თავს. თან ამბობდნენ, თქვენ ისრაელები ხართ. რა თქმა უნდა, ეს არ იყო კითხვა. ისრაელები უკანა კარისკენ გაიქცნენ, მაგრამ კარი დაბლოკილი დახვდათ და შემდეგ ტუალეტში ჩაიკეტეს. მიუხედავად ამისა, თავდამხმელებმა კარი მაინც შეამტრიეს და ბარის დაცვაც კი შეუერთდა მათ და დაიწყო ისრაელების სასტიკად სემა ხელკეტებით. ეხლა მოწმეების თქმით ბრბო ღვიროდა. იტიბა ალიაჰუდ, ანუ დახოცეთ ებრაელები და რა თქმა უნდა თავისუფლება პალესტინას, როცა ამას აკეთებდნენ. ერთ ახალგაზრდა მამაკაც გაუთხდა ნეკნები, ყბა, კბილები და ზურგის მალა. მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ ტაილანდის მეზობელ კუნძულზე 62 წლის დედა და მისი 23 წლის ქალიშვილი ლაშქრობდნენ, როცა მათ თავს დაესხა კაცი, დედას ყურზე უკბინა და სცემდა მანამ, სანამ გონება არ დაკარგა. მისი ქალიშვილიც სცემეს, როცა დედის დაცვა სცადა. ორივეს ოპერაცია დასჭირდა. არსებობს მრავალი მსგავსი შემთხვევა, მათ შორის გასულ კვირას, როდესაც ტაილანდის ზოოპარკმა ისრაელელ ტურისტსა და მის შვილს შესვლაზე უარი უთხრა. შემდეგ კი ისრაელელებს სასტიკად თავით დაეჯახა. ნახეთ. Okay, please. Okay, bye-bye. Hey. მივდივართ, იმიტომ რომ კარგად ვართ. კარგი. მართლა რა ქვია? აქედან არაფერი დაგიშავეთ. ჩემი ადგილიდან. Hey. You know,
კარგი, მართლა რა ქვია? კარგი, ჩვენ მივდივართ. ჰეი, კარგი, ჩვენ ვცხოვრობთ. რუი, რა სტატი? ნახომდის. მაინტერესებს რა შეხედულებები აქვს მას. კარგი, გადავდივართ ბელფასტში. ეს შემთხვევა სწორედ ამ შაბათ-კვირას მოხდა. Jonathan Ravid და Dava Basi, ჩვენი ჟურნალისტები 24 News-დან იღებენ დოკუმენტურ ფილმს ევროპაში მზარდ ანტისემიტიზმზე. ისინი ინტერვიუებს იღებენ ირლანდიაში, ბარის რაიონის მახლობლად ქუჩაში. ადგილობრივმა მამაკაცმა მიხვდა, რომ ისინი ისრაელის არხიდან იყვნენ. დაიყვირა, ისრაელი მეელი მოუტყან და შემდეგ სცადა კამერა ხელიდან გამოეგლიჯა. როდესაც ეს არ გამოუვიდა, მან მინის ლუდის ჭიქა ესროლა აბას თავში, რის შედეგადაც ჭრილობა გაუხსნა, რომელსაც რეალურად მკურნალობა დასჭირდა. მოდით გადავხვდეთ. ალო, ჰეი, კარგი, საშალიქს ვარ ხო? კარგი, რა ხდება? რა ხდება? არ შეეხო მას, რა პრობლემაა? გადაგება შეწყვიტე. გთხოვთ, ბატონო, polizia, გთხოვთ. What's the problem? Don't touch him. What's the problem? Stop recording me. Okay. Please, Besha. Police, please. რატომ ეძახით? კარგი. მანქანა. არ შეეხო მას. We're going to the police. You wanna go to the police? We go to the police, yes. You wanna go to the police? Yes. No. You wanna record me? Why you record me? Hey, security. ჰეი, არ შემეხო. ჰეი, გიდა ჩამწერო. რა სიგე? ჰეი, დაცვა. გთხოვთ, და პოლიცია გთხოვთ. რატომ ეძახით? ნუ ზუსტად, შეწყვიტე ჩაწერა ცნობილი. კარგად ვარ. მან ბოთლი დაგანხა თუ ჩაგეჭიდა. იმ კაცზე თავდასხმა. დაჯერება ძნელია. ისინი ანტისემიტიზმზე იღებენ და თავადაც ამის მსხვერპლნი არიან. მერე არის ლას-ვეგასი და ამ შემთხვევაში მე თავად იქ ვიყავი. ჩემი პარტნიორი იოსეფ ჰადადი, რომელიც არაბი-ისრაელელი ქრისტიანია და გოლანის ბრიგადის ვეტერანი ისრაელის თავდაცვის ძალებში, დაჯდა და 10 ანტი-ისრაელ აქტივისტს დაებადა Digital Social Hours პოდკასტში. მონაწილეებს შორის იყო დენის ფაიტოზა, რომელსაც ასევე იცნობენ როგორც Def Noodles. მან ახლახან იყარა კენჯი კალიფორნიის 21 ოლქში კონგრესის არჩევნებზე და პრაიმერისში 5%-ზე ნაკლები ხმა მიიღო და წააგო. მან მთელი ჩაწერის განმავლობაში იოსეფს უყვიროდა გენოციდური წყეული მანიაკი და ბავშვების მკვლელი იმის გამო, რომ იოსეფმა საკუთარი ქვეყნის სამსახური გაიარა. მან დებატის დროს ორჯერ იძალა იოსეფზე, ცდილობდა ჩხუბის პროვოცირებას. შემდეგ კი მაგიდას შემოუარა ისე, თითქოს მისკენ უნდა გაქცეულიყო, სანამ სხვები არ შეაჩერებდნენ. შემდეგ პარკინგში დაელოდა და სადამ შიშარასავით ზურგიდან დაეხჩო იოსეფი, როცა იოსეფი რაღაცას იღებდა. ეხლა ორი გამრელი ფაიტოზას იოსეფისგან აშორებს, როცა იოსეფი თავდაცვის მიზნით ტრიალდება და ერთ დარტმას აყენებს. თავად ნახეთ. და დიახ, ეს ნამდვილად მე ვარ, ვინც იღებს. როგორც თქვი, ადგილზე ვიყავი. და ეს სინამდვილეში უკვე მესამე შემთხვევა იყო, როცა ფაიტოზა ცდილობდა იოსეფზე თავდასხმას. უბრალოდ აბსურდული სცენებია. და ეს ბიჭი ნამდვილი გროიპერია, დაკავშირებულია ნიკ ფუენტესთან და სხვა ნეონაცისტებთან. ძალიან შემაჩპოთებელია, რომ ეს საერთოდ მოხდა, მაგრამ ამის შემდეგ იოსეფმა მართლაც შეიტანა საჩივარი პოლიციაში ლას-ვეგასში. მაგრამ ჩემთვის ეს საინტერესოა, რადგან ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვან დღეს მოხდა, რომელიც ძალიან დამამახსოვრდა. ზუსტად 20 წელი იყო გასული იმ დღიდან, როცა იოსეფი თავად დაიჭრა ჰეზბოლას რაკეტით ლიბანში, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი. 2000 წლეულის შემდეგაც იგივე პრობლემას ხედავთ. როცა ადამიანები ვერ ამარცხებენ მას ფაქტებით, ცდილობენ დაამარცხონ მუშტებით, ან ზოგ შემთხვევაში რაკეტებით. შემდეგი შემთხვევა ვირჯინიის შტატის ალექსანდრიის ძველ ქალაქში წარბების სალონში მოხდა. სალონის სახელია კარიმი ბროუზი, რომლის მფლობელია ქალი სახელად ფატანა კარიმი. ერთმა ისრაელ-ამერიკელმა კლიენტმა ჩვეული ვიზიტისთვის მიაკითხა და გქონდა მისი აზრით მასთან თბილი საუბარი ჰქონდა თავის ესთეტიკოსთან, იმ რომანზე, რომელიც თავად დაწერა და რომელშიც ებრაელი და მუსლიმი პერსონაჟები მეგობრობას აყალიბებენ. როგორც კი ფატანა კარიმიმ გაიგო, რომ კლიენტი ისრაელელი იყო, მაშინვე გააგდო იგი სალონიდან, სრუბრალდებით, თითქოს პოლიტიკაზე საუბრობდა. მაშინ როცა აშკარა იყო, რა იყო რეალური პრობლემა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მან ქალის ავანსი დაიტოვა და უარი თქვა დაბრუნებაზე. შემდეგ კი მისი თანხმობის გარეშე ვიდეო გადაუღო და თავადვე გამოაქვეყნა. ისრაელელ კლიენტზე თავდასხმის მიზნით. ამ ყველაფრის პარალელურად ამტკიცებდა, რომ პოლიტიკაზე საუბარი არ სურდა. ვირჯინიის კანონი კონკრეტულად კრძალავს დისკრიმინაციას ეროვნების ნიშნით ნებისმიერ საჯაროდ ხელმისაწვდომ ობიექტში. ასე რომ ეს არ არის ბუნდოვანი საკითხი. ეს არის დანაშაული, რომლის ჩადენაც მან პირდაპირ კამერაზე გადაიღო. შეხედეთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხელი მოაწერეთ ფოტოს და თანხმობას. უბრალოდ იმეორებდით ისრაელი, ჩემი პოლიტიკა. არა, საერთოდ არა. სასიამოვნოდ ვთხოვეთ პოლიტიკაზე გესაუბრათ. არა, ასე არ იყო. მეგონა რომ შესანიშნავი საუბარი გქონდა ავღანეთზე, კულტურაზე, რომელიც მართლა მაინტერესებს. არა, ყველაფერი რიგზეა. ვადლობთ.
და ეს ძალიან მომწონს. სულ ვიმეორებდი, რომ ეს შესანიშნავია და მომწონს, რასაც აკეთებ ყველაფერი. მაგრამ მე არა, უნდა დამიბრუნოთ ჩემი დეპოზიტი. წარმოდგენა არ მქონდა შენ როცა შენს ფანებთან. როცა ასეთ რაღაცებს ამბობთ, ისრაელ-ამერიკელი ვარ და მე ვამბობ რაღაცებს, უბრალოდ საშინელებებში არაფერს ვამბობ. მაგრამ შენ აკეთებდი მე იმ ისრაელის სივრცეს. არსებობის არ მჯერა. რაც სრულიად ნორმალურია. შეგიძლია რამდენიც გინდა დაიცვა შენი პოზიცია, მაგრამ ეს ჩემი საქმეა. ეს ჩემი პრობლემაა, მაგრამ უნდა დამიბრუნო ჩემი დეპოზიტი და თუ არ დააბრუნებ, იძულებული ვიქნები იურიდიულად ვიმოქმედო. სრული ქურდია და იმედი მაქვს, რომ კანონი სრული სიმკაცრით აგებს პასუხს და ბიზნესიდან გააძევებენ. მაგრამ ბოლოს სულ მცირე ამსაუბრისთვის მანჰეტენი. ეს კი მოხდა პარასკევს საღამოს ცენტრალურ სინაგოგაში, შაბათის მსახურების დროს. 46 წლის მამაკაცი სახელად ლარი მონტეზი ძალით შევიდა და როცა დარბაზში მიდიოდა, ანტისემიტური სიტყვებით ყვიროდა. როცა დაცვა მის გარეთ გაიყვანა, მან 63 წლის მლოცველს სახეში დაარტყა. შემდეგ კი დაცვას შეაფურთხა და თავით დაარტყა. NYPD-ის სერჟანტმა, რომელიც ადგილზე მუშაობდა, მაშინვე დააკავა იგი. მონტეს ახლა ბრალიერდება სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ ორ თავდასხმაში და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ ქონების დაზიანების ერთ ეპიზოდში. შეხედეთ ამ სცენებს. აქ სრულად ვერ ხედავთ მომხდარს, მაგრამ აშკარაა, რომ ასეთი რამ არასოდეს უნდა ხდებოდეს შაბათის მსახურებაზე ან საერთოდ ნებისმიერ რელიგიურ საზოგადოებაში. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს კვლავაც ხდება ებრაელებთან მიმართებაში, აშკარად არის ისეთი ადამიანების შედეგი, როგორიცაა მერი მამდანი. NYPD-ის კომისარმა ჯესიკა თიშმა, რომელიც სინამდვილეში სწორედ ამ სინაგოგაში გაიზარდა, ამ მოვლენას ძალიან ტკივნეული უწოდა და აღნიშნა, რომ საოცავი ადგილი არასოდეს უნდა იქცეს დანაშაულის ადგილად, რა თქმა უნდა. და მაინც თუ სტატისტიკას გადავხედავთ, მხოლოდ გასულ თვეში ნიუ-იორკში სიძულვილის დანაშაულების 70% ებრაელები შეადგენენ, მაშინ როცა მოსახლეობის მხოლოდ 10% წარმოადგენენ. ძალიან ნათელია რაც ხდება. ბარი ტაილანდში, ტროტუარი ბელფასტში, სადგომი ვეგასში, სალონი სკამი ვირჯინიაში, სალოცავი მანჰეტენში და ეს მხოლოდ რამდენიმე ბოლო შემთხვევაა. არც ერთი ამ ადამიანთაგანი არ იყო ჯარისკაცი. ისინი იყვნენ ტურისტები ან ჟურნალისტები, დებატების სტუმარი, კლიენტი, ბებია ლოცვის დროს. მაგრამ აქ საერთო ის არის, რომ თავდამსხმელები თავისუფლებას აძლევენ და ებრაელებს ადამიანებად აღარ აღიქვამენ. სადღაც ინტერნეტში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ისრაელელებს და ახლა უკვე უფრო ფართოდ ებრაელებს არ აქვთ ფიზიკური უსაფრთხოების უფლება იმ წამიდან, როცა მათ ამოიცნობენ. და შემაშფოთებელია, რომ მილიონობით ადამიანი ეთანხმება ამას. არანაირი მიზანი, როგორი მართალით არ უნდა გეგონოთ, არ გაძლევთ უფლებას ხელი დაადოთ სხვა ადამიანს. თუნდაც გჯეროდეთ, რომ ვიღაცა ომის დამნაშავეა. თქვენ არ დაქვთ უფლება იყოთ მოსამართლე, ნაფიც მსაჯული და ჯალათი ერთდროულად. იმ წამს, როცა ვიღაცის წინააღმდეგ ძალადობას ვეგუებით იმის გამო, ვინც არიან ან რისიც ჯერათ, ის სოციალური კონტრაქტი, რომელიც თავისუფალ საზოგადოებებს ფუნქციონირების საშუალებას აძლევს, უკვე აღარ არსებობს. ეს ყოველთვის ებრაელებით იწყება, მაგრამ არასოდეს რჩება მხოლოდ მათზე. ის ანადგურებს სიტყვის თავისუფლებას, რელიგიის თავისუფლებას და საზოგადოებაში არსებობის ძირითად თავისუფლებებს, სანამ აღარაფერი დარჩება იმ ღირებულებებიდან, რომლებმაც თავდაპირველად თავისუფალი მსოფლიო შექმნეს. ძალადობის მიმართ ტოლერანტობა ებრაელების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში საფუძვლიანად ნორმალიზდება ალბი მორალური უპირატესობის სახელით, რაც ზუსტად ისე ხდება, როგორც 1930-იან წლებში ევროპაში. დროის ყველა სოციალური უბედურების გამო ებრაელებს აბრალებს ყველაფერს. მაგრამ რასაც ეს ადამიანები ავიტყდებათ, ისაა, რომ ყველა საზოგადოება, რომელიც თავის ებრაელებს დაუპირისპირდა, ძალიან სწრაფად თვითგანადგურდა. და თუ ავსტრალიას, ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას შევხედავთ, ისინი უკვე საკმაოდ ახლოს არიან საზოგადოებრივი თვითმკვლელობისგან. ხოლო დრო გვიჩვენებს ამ ეტაპზე, უკვე ძალიან გვიან არის თუ არა. ეხლა კი როგორც ყოველთვის, გვაქვს კვირის კარგი, ცუდი და უშნო ამბები. მინდა რომ ჩვენი კარგი ამბით დავიწყო ამ კვირაში. ორი შესანიშნავი მოვლენა მოხდა ვენესუელაში ამ კვირაში. პირველ რიგში ისრაელის თავდაცვის ძალებმა გააკეთა ის, რასაც ყოველთვის აკეთებს. ივნისში ვენესუელაში ორი მიწისძვრა მოხდა, რომლებმაც ტრაგიკულად იმსხვერპლა 5000-ზე მეტი ადამიანი. და რამდენიმე დღეში ისრაელმა ადგილზე გაგზავნა დელეგაცია, რომელსაც ბრიგადის გენერალი ელად ედრი ხელმძღვანელობდა. ვენესუელაში საელჩო არ გვაქვს და 2009 წლიდან დიპლომატიური ურთიერთობებით შეწყვეტილია. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან როდესაც ტრაგედია ხდება, ისრაელი ყოველთვის მზადაა დასახმარებლად. სამშობლოს ფრონტის სარლობის 30 წევრმა 1300 დაზიანებული შენობა აღრიცხა და ვენესუელას სრული ეროვნული აღდგენის გეგმა გადასცა, რომელიც ჩვეულებრივ თვეებს სჭირდება დამტკიცებას, მაგრამ ამჯერად რამდენიმე დღეში დაამტკიცეს. ეს ყველაფერი მათ ისრაელის თავდაცვის ძალების უნიფორმით გააკეთეს. ისინი შაბათის სადილზეც კი წავიდნენ ვენესუელას 5000 კაციან ებრაულ თემთან ერთად, სანამ იკიყვნენ. ეხლა ედრიმ თქვა, რომ იქ მყოფ ხალხს თვალებში ცრემლები ქონდა მხოლოდ იმის გამო, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების უნიფორმებს ახლოდან ხედავდნენ. მას შემდეგ, რაც ვენესუელას მთავარმა რაბინმა ისააკ ოენმა წერილი პირდაპირ როდრიგეს გადასცა, სადაც ისრაელსა და ვენესუელას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ითხოვა. და ერთი დღის შემდეგ ეს უკვე გაკეთებული იყო.
ისრაელმა და ვენესუელამ პირველად 2009 წლის შემდეგ აღადგინეს საკონსულო ურთიერთობები. ქვეყნებს შორის კოორდინაციის არხი, სადაც ორივე მთავრობამ ვენესუელას ებრაული საზოგადოება, მათ შორის მეგობრობის მნიშვნელოვან ისტორიულ ხიდად დაასახელა. 17 წელი, არაფერს. და რაც ეს ყველაფერი დააბრუნა, იყო ისრაელის თავდაცვის ძალების საძიებო სამაშველო ჯგუფის გამოჩენა დასახმარებლად. ეხლა ვენესუელაში მხოლოდ მარია კორინა მაჩადო აკლია. ეხლა კი ცუდი ამბავი. პრეზიდენტმა ტრამპმა პენტაგონს უბრძანა შეამციროს ამერიკისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები. როგორც ჩანს, იმის დასჯის მიზნით, რომ სეული არ დაეხმარა შეერთებულ შტატებს ირანის ბირთვული განიარაღების საკითხში. ეს სამხრეთ კორეის მხრიდან არასწორი ნაბიჯია, ასევე არასწორი პასუხია პრეზიდენტ ტრამპისგან. სინამდვილეში ტრამპმა აღნიშნა თავისი ძალიან კარგი ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეის დიქტატორ კიმ ჩენ ინთან. მართლა? ასე რომ დემოკრატიული მოკავშირე უარს ამბობს შუა აღმოსავლეთში ამერიკულ პოლიტიკას შეუერთდეს. The Washington-ი პასუხობს ამაზე ბირთვული იარაღით აღჭურვილი დიქტატურის წინააღმდეგ სამხედრო მზადყოფნის შესუსტებით და მათ მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გათეთრებით. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეხლა ის სამხედრო წვრთნებს მოკავშირეებთან პოლიტიკური იარაღად იყენებს. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ ახლახან განაახლა ბალისტიკური რაკეტების გამოცდები. მისმა ჯარისკაცებმა უკვე მიიღეს საბრძოლო გამოცდილება რუსეთის მხარეს უკრაინაში ბრძოლაში, ხოლო კიმი განაგრძობს ბირთვული არსენალის გაფართოებას და იმუქრება სამხრეთ კორეას, იაპონიას და შეერთებულ შტატებს. მაშ, რატომ არის სამხრეთ კორეის მხარდაჭერა ამერიკის ინტერესში? პირველ რიგში ალიანსი ბირთვულ ომს აფერხებს. ამერიკელი ჯარისკაცები და ერთობლივი წვრთნები, როგორიც ახლა მიმდინარეობს და რომის გაუქმებაც ტრამპს სურს, აიძულებს ისეთ ადამიანებს, როგორიც კიმია, ორჯერ დაფიქრდნენ სამხრეთ კორეაზე თავდასხმამდე, ან რეგიონში ამერიკულ ძალებსა და მოკავშირეებზე თავდასხმამდე. მეორედ, სამხრეთ კორეა არის მნიშვნელოვანი დემოკრატიული, ეკონომიკური და ტექნოლოგიური პარტნიორი. ის ცენტრალურ როლს ასრულებს ამერიკის მომარაგების ჭაჭებში ნახევარგამტარების, ბატარეების, გემთმშენებლობისა და თანამედროვე წარმოების სფეროებში. მისი უსაფრთხოება პირდაპირ გავლენას ახდენს ამერიკის ეკონომიკაზე. მესამეც, ამერიკის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. იაპონია, თაივანი და ყველა სხვა ამერიკის მოკავშირე აკვირდება, როგორ ექცევა ვაშინგტონის სამხრეთ კორეას. თუ ამერიკა თავდაცვის ვალდებულებებს ვაჭრობის საგნად აქცევს, ამას ჩინეთი, რუსეთი და ისლამური რეჟიმიც აუცილებლად შეამჩნევენ. ეს განცხადებები საფრთხეს უქმნის ამერიკის მოკავშირეებს და სარგებელს აძლევს ამერიკის მტრებს. ჩრდილოეთ მტრებს ჩრდილოეთ კორეა უბრალოდ შემთხვევითი ავტორიტარული მთავრობა არ არის, რომელთანაც ამერიკას უთანხმოება აქვს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტოტალიტარული სახელმწიფო თანამედროვე ისტორიაში. აი ვის აჯილდოებს ვაშინგტონი, მაშინ როცა დემოკრატიულ მოკავშირეს სჭის. ჩრდილოეთ კორეა მართავს პოლიტპატიმართა ბანაკებს, სადაც რეჟიმი ჩადის მკვლელობას, წამებას, გაუპატიურებას, დამონებას, განზრახ შიმშილობას, იძულებით აბორტებს და ჩვილების მკვლელობას. ის იყენებს მრავალთაობიან კოლექტიურ დასჯას, რაც ნიშნავს, რომ ადამიანები შეიძლება დააპატიმრონ ან დევნონ მშობლის ან ნათესავის სავარაუდო პოლიტიკური დანაშაულის გამო. ბავშვებს შეიძლება გადაეცეთ სახელმწიფოს მიერ დაკისრებული სასჯელი იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მათ არასდროს ჩაუდენიათ. მან ასევე განზრახ იზოლაციაში მოაქცია და შიმშილში ამყოფა საკუთარი მოსახლეობა, მაშინ როცა რესურსებს ხარჯავს ბირთვულ იარაღზე, ბალისტიკურ რაკეტებზე და კიმის დინასტიის ფუფუნებით ცხოვრებაზე. უთვალავი ჩრდილოეთ კორეელი დახვრიტეს ან შრომით ბანაკებში გაგზავნეს უცხოური მედიის მოხმარებისთვის ან გაქცევის მცდელობისთვის. მაგრამ დონალდ ტრამპი მათი დამთრგუნელის მეგობარია, ველის მეგობარია, ასე რომ ყველაფერი რიგზეა. როგორ შეიძლება ამერიკის მოკავშირეებმა დაეკრწნონ შეერთებულ შტატებს, თუ ვაშინგტონი დემოკრატ პარტნიორებს ყველა პოლიტიკურ უთანხმოებაზე სჯის, ხოლო დიქტატორებს დათმობებს და ქებას თავაზობს მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტს მათთან პირადი ურთიერთობა მოსწონს. სამხრეთ კორეას სრული უფლება აქვს გადათვედოს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპერაციაში ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ უნდა მიიღოს. ამერიკასაც აქვს სრული უფლება არ დაეთანხმოს. მაგრამ კორეის ნახევარკუნძულის თავდაცვის შესუსტება სეულის პოლიტიკოსებს მათ პოზიციაზე არ სჯის. ეს ჯილდოს აძლევს კიმ ჩენ ინს და ეს ძალიან ცუდია. და თუ საზიზღრობაზე ვსაუბრობთ, ჩვენი კვირის საზიზღარი ამბავი. ერთი საზიზღარი წარუმატებელი, რომელზეც ამ გადაცემაში უკვე გვისაუბრია, დენ ბილზერიანი, ან როგორც მე ვეძახი, დეგენერატი დენი. დეგენერატი დენი გადაწყვიტა ფლორიდაში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზე იფაროს გენჯი წარმომადგენელ რენდი ფაინის წინააღმდეგ, ფლორიდის მე-6 ოლქში. და მისი კამპანია ფაქტობრივად მთლიანად ჰოლოკოსტის უარყოფის ოპერაცია იყო, რომელსაც უბრალოდ ბიულეტენზე ადგილი ჰქონდა დამატებული. პრაიმერიზე წინ მისი კამპანიის ანგარიშმა გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო, სადაც ფაინს, რომელიც ებრაელია, უწოდებდნენ მსუქან ებრაელს და სატანის საზიზღარ პატარა მსახურს. ასევე ეკითხებოდნენ მაყურებლებს, უნდა დაბრუნდნენ თუ არა იმ ავსტრიელი მხატვრის შეხედულებებთან. დიახ, ჰიტლერი. ვიდეოში მან ფაინს დემონური რქები მიახატა და თქვა, ჩვენ გჭირდება მხოლოდ ამერიკა და არასდროს ისრაელი. ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ ბილზარიანის ყველა პოსტიდან ფაინის შესახებ
33% ანტისემიტური იყო. ეხლა სწორედ ამ ვიდეომდე ვიღაცამ სინამდვილეში ფაინის საარჩევნო ბანერზე სვასტიკა მიახატა და ბილზარიანის პასუხი არ ყოფილა მისი დაგმობა. მან გამოაქვეყნა საკუთარი ყალბი ხელოვნური ინტელექტის ვიდეო, სადაც ფაინი დაადანაშაულა იმაში, რომ მან თვითონვე დადგა სიძულვილის დანაშაული საკუთარ თავზე. მეტიც როცა TMZ-მ ბილზარიანს პირდაპირ კითხა, იყო თუ არა ჰიტლერი ანტისემიტი, მან კითხვას არ უპასუხა. და ახლა აქ ყველაფერი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება. ფაინის ადვოკატმა გასულ კვირას გაგზავნა შეწყვეტისა და თავის შეკავების მოთხოვნით წერილი ლეი კაუნთის კომისარ ენტონი საბატინისთვის, რომელიც კენჭს იღრიდა. არარეგისტრირებულმა ორგანიზაციამ სახელად Florida First Action Network-მა ასობით $1000 დახარჯა სატელევიზიო რეკლამებში, ფლაიერებსა და ტექსტურ შეტყობინებებში. ფაინს უტევდნენ ისე, რომ არასდროს წარუდგენიათ გამჟღავნების ანგარიში ფედერალურ საარჩევნო კომისიაში. ეხლა ფაინის ადვოკატმა დაწერა, რომ აქ ყველა საფუძველი. იფიქრონ ეს ფული ASASHS-ს გარედან მოდის და შენიშვნაში აღნიშნა, რომ ეს ორგანიზაცია ფაქტობრივად მოჩვენებაა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მას მტრული უცხო ქვეყნის მთავრობა აფინანსებდეს და საბატინი აქ უბრალოდ გარედან მოსული ადამიანი არ არის. ის ასევე ბილზარიანის საარჩევნო კამპანიის ხელფასზეა. მიიღო დაახლოებით $10,000 და ბილზარიანის საარჩევნო შტაბის მისამართად მითითებულია საბატინის საკუთარი იურიდიული ოფისი. რა მოსახერხებელია. და საიდან მოდის ბილზარიანის საკუთარი ფული? მან თავის საარჩევნო კამპანიას ჯიბიდან 1 მილიონი ასესხა, თუმცა მისი ყველაზე დიდი აქტივი არის 146 მილიონი აქცია კომპანიაში, რომელიც ამჟამად ფედერალური ბრალდების ქვეშაა. რომლის თითო აქცია $1 არის შეფასებული და არავის დამოუკიდებლად არ შეუფასებია. მისივე მამას ფედერალური თაღლითობის ბრალდებები აქვს აყენებული, რადგან თითქოს და ფულს დენის ბიზნესებში რიცხავდა, მაშინ როცა თავად $180 მილიონზე მეტი აქვს დავალიანება სასამართლოს გადაწყვეტილებებით. ასე რომ მისი პირადი ფინანსებიდან და იმ მოჩვენებითი ორგანიზაციიდან, რომელიც მისთვის თავდასხმით რეკლამებს ავრცელებს, წარმატებებს გისურვებთ. იმის გარკვევაში ვინ აფინანსებს სინამდვილეში ამ კამპანიას. მართ არის რომ თქვათ, ის ფაქტი, რომ ეს არჩევნები საერთოდ მაინც და მაინც კონკურენტული იყო, რაღაცას გეუბნებათ იმაზე, თუ საით გადაუხვია რესპუბლიკური პარტიის ნაწილმა. ნაცისტების თაყვანისმცემლები, როგორიცაა დეგენერატი დანი, არ უნდა იყვნენ მისაღები არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში. სამწუხაროდ ამ კვირაში სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვართ. ვიმედოვნოთ, რომ მომავალ კვირას უფრო პოზიტიური ამბები გვექნება გასაზიარებელი, მაგრამ ამ დროისთვის ამით სრულდება ჩვენი გადაცემა ამ კვირაში. თუ გსურთ, რომ ინფორმირებული იყოთ ისლამური რესპუბლიკის ან ისრაელის შესახებ მიმდინარე მოვლენებზე, აუცილებლად გამოდყევით X-ზე და Instagram-ზე. მე ვარ ემილი შადერი და ეს იყო Access of Truth JNS-ზე. გნახავთ მომავალ კვირას.